ვიცი რა ვთქვა. მამა პაისის საფლავთან ვიყავი ხო და არჩერ. აი აქ არის. რომელიც ამის შესაძლებლობა არ მჯერა. მიწა ამყვა ხელზე. ფიქრობდი სანამ მივიდოდი საფლავამდე, რომ მეთქი მიწის აღება თუ შეიძლება თქო და ხელზე ამყვა მიწა. აი აქ მუჭში. და არ ჯერა. მადლობა ღმერთს, რომ მომცამის შესაძლებლობა. აი აქ არის მამა პაისის საფლავი. მოვილოცეთ ახლა და არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. რამდენი ხანი ვიყავით, საათ 2 საათია რიგში ვიყავით. და ახლა გამოვედით რიგიდან. ტაძარში უკვე ვიყავით. აი, სამდენი ხალხი კიდე იქ ელოდება 2 საათამდეა დღეს. შესვა. აი, ეს რა იყო? მერთო, ახლა იქ ვისულმა გავაცნობიერე რას ნიშნავს. აი, მე კარგად, ძალიან კარგად ახლა ვიყავი მამა პაისის საფლავზე ამ წუთას და არ მჯერა რომ წალი დაგია ცოტა თორე არ მჯერა რომ იქიდან გეზარება ნახეთ ხო ადგილი არის 64 და აქ არის ლახათლუხომი შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალზე შენ ლაივში ხარ? შენ ხარ არ მომხედე ხო კაშჩო? მარტო კარგი ადგილი არ არის ეს. არ ვიცი ხო. სასწაული მადლია. ამაიც აქედან და შევხიდე და იქ უნდა გამოსასვლელი. აქედან არის შესასვლელი და მათიდან გამოსასვლელია რა? Sorry, magazine. Where is the magazine? Closed. დაკეტილიაო. 2 საათი როა მაგიტო ეთყო. ანუ ვერაფერს ვერ ვიყიდით. ცუდია. წყალს ავიღებ მაინც. ვერ ვიყიდით, აიკეტა 2 საათი გახდა. შესვენება აქვს თორიდან. ცოტა ხანი ეზოში დავსხდეთ არ გინდათ? ეზოში დავსხდეთ 2 წუთი. აი აქედან იქამდე ვიდექით რიგში სადღაც 2 საათი? ხო, 12-ის ნახევარი იყო რომ მოვედით და რომელი საათია ახლა? მაღაზია დაკეტილია. ცუდია რომ დაკეტილია. ეს აქ უნდა იყოს მაღაზია წესით. ხო, ეს კაფე სადმე ნახოს გოგო. აქ არის მანქანების შემოსასვლელი და აქედან ჩავალთ ახლა. იმედია მალე დავბრუნდები ისე. მასკს გავასწორებ რა.
Next time, Kaba. You understand, Kaba? Yes. Next time. Thank you. ან ამ ხელა მნიშვნელობას რატო ანიჭებს? წავედით. მალე დავბრუნდები მამა პაისისეო. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავბრუნდები. იმიტომ ზუსტად ვიცი, რომ მალე დავბრუნდები. გაიხარეთ ჩემო ძვირფასო, თქვენ შეგეძიოთ მამა პაისი. იმ ხელა რიგში ვიდექით მაღაზიაში ვეღარ მომასწარით შესვლა. კი. დიახ, ტკბილი, ვაიმე რა კარგად თქვით. რა კარგად თქვით, ტკბილი პაისის საფლავზე. კიდე უნდა შემოვბრუნდე. კი, ნამდვილად. გამოვყევით ჩემო ძვირფასო და ძალიან მალე ისე უნდა ჩამოვბრუნდე, სხვაებიც და ჩამოვიყვანო და აუცილებლად შეგაძლებინებთ, რომ წამოხვიდეთ. თუ ფიზიკურად შეძლებთ, რა თქმა უნდა. გაჩვენებთ ახლა დაბლა საიდან არის ამოსასვლელი მამა პაისის საფლავზე ვიყავი და მეგობარმა წამომიყვანა. ერთი წამით დავბრუნდი. აუცილებლად მოხვდებით თუ გინდათ. მეგობარმა წამომიყვანა და აქ მოსულმა გავაცნობიერე რამხელა მადლთან მქონდა საქმე. მამა პაისის საფლავს რო შევეხე, ნახეთ როგორ თოკებით არის ამოსასვლელი. მაშინ მივხვდი რასთან მქონდა საქმე. ყველას გისურვებთ აქ მოსვლის შესაძლებლობას და მამა პაისის მფარველობას. ძალიან ბევრი საფეხურია, 70-ზე მეტი. ნახეთ რა მაგარი ადგილებია. ძალიან ცხელა დღეს. კიბეებით ამოსვლა ცოტა რთულია. ეს ყოფილა კავკასიური მუხა, არც ვიცოდი ეს მცენარე. მე რო ყველგან მცენარეებს დავდე და ყველაზე ისეთი რაც იყო. ხმას მოусმინეთ უბრალოდ. უბრალოდ ხმას მოусმინეთ.
მამა პაისის საფლავზე სანამ მივიდოდი ფიქრობდი ნეტა თუ შეიძლება აქედან მიწა რო ავიღო მეთქი და იცით რა მოხდა ხელი რო დავადე მიწაზე ერთი მუჭა მიწა ამყვა გინდა დაიჯერეთ და გინდა არა იმ წამს როცა მივუახლოვდი არც მიფიქრია რომ მიწა ამეღო და ხელის გულზე მომეკრო მთელი მუჭა მიწა და რო ავდექი და ხელის გულები ხელის გული ერთი ხელის გული მეორე არ დამიდია საფლავს ხელი გავშალე და მიწა შემიგროვდა ხელის გულში დედაო დამლოცა იქვე ჩავეხუტე ისიც საყვარელი დედაო იყო ღმერთო რა კარგი იყო აი ხო მოვყავდი ჩემს მეგობარს და ვერც ვაცნობიერებდი სად მოვდიოდი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამოხვიდეთ აქ და ეს რაღაცა შეიგრძნოთ ძალიან კარგი იყო მართლა ძალიან კარგი იყო იმდენად კარგი რომ რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდი აქ და ბევრ ჩემ ხალხთან ერთად იმიტომ რომ ზუსტად მინდა რომ ყველამ ერთხელ მაინც გამოვცადოთ რა შეგრძნება აქ მოსვლა დრონი არ იყო ეს რაკეტა იყო